სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და საერთოდ თითოეული წირვისთვის, თითოეული ლოცვისთვის, თითოეული მარხვის შესაძლებლობისთვის თუ სიკეთის კეთებისთვის ადამიანი ღმერთს უნდა მადლობდეს, იმიტომ რომ თუ არა ღვთისაგან ადამიანი ვერაფერს ვერ შეძლებს. ზოგჯერ ჩვენ რაღაცა სიამაყეც კი გვაქვს, რომ ჩვენ დავუშვათ რაღაცა ეს ლოცა შევასრულებთ, ეს მარხვა შევინახეთ სიტყვაზე, რაღაც სიკეთე გავაკეთეთ, მაგრამ შეიძლება ზუსტად ამ ფიქრების გამო და არა მარტო ფიქრების, ზოგ შემთხვევაში გარეგნულად გამოხატული ამ აპარტავნების გამოც სწორედ ღმერთმა აიღოს ის მადლი ჩვენგან, რაც გვაკეთებინებდა ამას თუ იმას. აიღოს რის გამო? იმიტომ რომ ადამიანი მიხვდეს, რომ ეს მისი არ არის და ეს არის ღმერთის მადლი და ამითი არ დაიღუპოს ესე. განა ღმერთს არ უნდა რომ ადამიანმა ილოცოს, იმარხულოს, სიკეთე აკეთოს, მაგრამ თუ ღმერთი ატყობს, რომ ადამიანი ამით აპარტავნებაში ვარდება, მაშინ ჯობია არ ილოცოს და გარკვეული პერიოდი ვერ შეძლოს ეს და მიხვდეს, რომ ეს ყველაფერი თურმე ღვთისგან ყოფილი და ისო ღვთისგან გამოითხოვეს. დღეს ჩვენ ახლა მიცვალებულები მოვიხსენებთ და განსაკუთრებული მადლია ესე იგი, როდესაც ადამიანი თავის მიცვალებულებს იხსენებს. იმიტომ რომ ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახსარებაც თქვათ, გვაქვს შესაძლებლობა ღვთისმცნებით ვიცხოვროთ, რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის სიტყვა იყოს განხორციელებული. მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს აღარ შეუძლია რომ ღვთისმცნებებით იცხოვროს. მიუხედავად იმისა, რომ ის თითოეულ ჩვენთაგან მეტად ხდება, რომ როგორ საჭიროა ღვთისმცნებით ცხოვრება. მაგრამ მისთვის უკვე ეს სინანული დაგვიანებული. მას უკვე აღარ შეუძლია შენდობა ითხოვოს, ჩვენ შეგვიძლია შენდობა ვითხოვოთ. მაგრამ მათ უკვე აღარ შეუძლიათ რომ შენდობა ითხოვონ, რომ შეინანონ აღარ შეუძლია, იმიტომ რომ სინანული ის არის, რომ ჩვენ გადაწყვეტ სინანულის ერთ-ერთი შემადგენელი, ჩვენ გადაწყვეტ რომ აღარ გააკეთოთ და მათ ისედაც გადაწყვეტილი აქვს, თუმცა უნებურად, თავისი ნებით კი არის. მაგრამ უბრალოდ აღარ შეუძლიათ. ახლა სიტყვაზე ადამიანი თუ თამბაქოს ეწეოდა და სხეული აღარ აქვს, რითი მოწევს სული თამბაქოს, რითი მოწევს, ხო ვერ გააკეთებს. სხეულის მეშვეობით აკეთებს ადამიანი უამრავ ცოდვას და თუ ეს სხეული აღარ აქვს გარდაცვალების შემდეგ და სული მარადიულად ცოცხალია, როგორც დღევანდელი სახარებაც ამბობს, ხო? მაშინ ესე იგი რითი აღასრულებს ამ ცოდვას და ვერ აღასრულებს და რომ ვერ აღასრულებს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მან გადაწყვიტა რომ აღარ აღასრულებს. უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვს ამის. იმიტომაც მისი სინანული არის დაგვიანებული. სწორედ ისეთი ადამიანებისათვის ლოცვა, ვინც უკვე თავის თავს ვეღარ შველის, ეს არის მადლი. მაგალითად ახლა ოჯახის წევრი რო გყავდეს, სავარდნილი რო იყოს, რომელიც ვერ ადგება წყალს ვერ დალევს, წამალს ვერ დალევს, საკვებს ვერ გააკეთებს და იმას რომ მიეხმარები, ხო რამხელა მადლი არის. მიცვალებული მით უმეტეს, როდესაც უკვე ჩვენ ვიცით, რომ ის მარადიულად, ესე იგი, წავიდა იმ სამკვიდრებელში, რაც სამწუთი სოფელში მან მოიწადინა რომ ჰქონოდა. მოიწადინა, იმიტომ რომ ჩვენს არჩევანზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი მარადიული ხვედრი. დღევანდელ სახარებაში იყო ასე, რომ რომელმაცო ისმინოს ჩემი სიტყვაო და წმენესო, წამდესო, მას ექნებაო საუკუნო ცხოვრება. საუკუნო ცხოვრება ექნება. შემდეგ ეწერა, რომ ესე იგი მოვალ ჟამი და აწვე არსო, მოდის დრო და აქვე არის უკვე ის დრო, როდესაც მოისმენენო ღვთის სიტყვასო მიცვალებულებიო და გაცოცხლდებიან. აქ ერთი მხრივ რაზეა ლაპარაკი? ერთი მხრივ იმაზეა საუბარი, რომ მეორედ მოსვლის ჟამს
იქნება საყოველთაო აღდგომა მიცვალებულთან და ცოცხალთან მიცვალებულთა აღდგომი და მაშინდელ ცოცხალთა ხორციელ ცოცხალთან ერთობლივი კრებული ღმერთს შეეგებება, მაგრამ მეორე მხრივ იმაზეა ლაპარაკი, რომ ადამიანის მკვდარი სული შეუძლია ღვთის სიტყვას რომ გააცოცხლოს. ეგ არის ყველაზე მთავარი. ჩვენ შეიძლება ახლა ხორციელად ცოცხლები ვართ, მაგრამ ჩვენი სული იყოს მკვდარი. აი უძღებიშვილის სიგავს რო დავაკვირდეთ, ესე იგი, შვილი რომელმაც მამის ქონება მთლიანად გაფლანგა და ესე იგი ღორების საჭმელი ენატრება, მიხვდება რა დღეშიც ჩავარდა. რომ მიხვდება და მამასთან ბრუნდება იმ განცდით, რომ მამა ვწოდე შენს მიმართ და ცის მიმართ ვწოდე, მამა ამბობს, რომ ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა. რატო ამბობს? იმიტომ რომ ადამიანის სული კვდება, როდესაც მას ღვთის მადლი განეშორება. ადამიანს ღვთის მადლი მაშინ განეშორება, როცა სწოდავს და არ ნანობს თავის ცოდვას. მაგრამ როდესაც ადამიანი ნანობს ცოდვას, მისი სული კვლავ გაცოცხლდება. ერთი არის ის, რომ ადამიანმა შეინანოს ეს ცოდვა. მეორეა, რომ მიატოვოს ეს ცოდვა. და ყველაზე მთავარი კიდე, რომ ადამიანმა გამოიცვალოს ცხოვრების წესი. თუ ადამიანი ქურდობდა, მაშინ კი აღარ იქურდოს, არა მარტო მიატოვოს ეს ცოდვა, არამედ პირიქით ახლა ისრომოს და სხვასაც მიეხმაროს. ადამიანი არა მარტო უნდა ნანობდეს იმას, რომ ვინმე შეურაცხყოფს, და არა მარტო უნდა მიატოვოს ეს შეურაცხყოფა. ახლა პირიქით ვიღაც უნდა ანუგეშოს, განა უნდა შეურაცხყოფს, პირიქით ვიღაც უნდა ანუგეშოს. ვიღაცას თუ უსამართლოდ ექცეოდა, ახლა სამართლიანად უნდა მოექცეს და სამართლიანობაზე მეტიც კი სიყვარულით უნდა მოექცეს. იმიტომაც, როდესაც იოანე ნათლისმცემელთან მიდიან ადამიანები, ფარისევლები რომ მიდიან, აი ზუსტად მაშინ ეუბნება, ვინ გიჩვენათო, რომ მომავალ რისხვას გაქცეოდით, ეს გზა ვინ გიჩვენათო, აი თითქოს ესე გარეგნული სინანულის, არამედ გამოიღეთო ნაყოფი ღირსი სინანულისა. თუ გინდათ რომ გადარჩეთ, სინანულის ღირსი ნაყოფი რა არის? აი რაზეც ზემოთ რომ შენ თუ რაღაცას აფუჭებ, ის უნდა გამოასწორო და ახლა უკეთესად გააკეთო. თუ იპარავ, აღარ უნდა მოიპარო, თუ შეურაცხყოფ, აღარ უნდა შეურაცხყოფ. თუ ზარმაცობ, უნდა გაყოჩაღდე, თუ არ ლოცულობ, უნდა ილოცო, თუ არ მარხულობ, უნდა იმარხულო. თუ სიყვარულოდ ექცევ ვიღაცას და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, ახლა სხვაზე ფიქრიც უნდა დაიწყო და სიყვარული ცხოვრება. მინდა მამები ასე ამბობენ, რომ თუ ადამიანს სხვაზე ფიქრი არ დაუწყიაო, ესე იგი მას ჯერ ქრისტიანობა არ დაუწყია. იმიტომ რომ ქრისტიანობის მთავარი არსიც ეგ არის. ქრისტე იმისთვის მოვიდა, რომ ჩვენთვის ჯვარცმული და ქრისტიანობა თუ ქრისტეს ბაძაა და ქრისტიანობა ნამდვილად ქრისტეს ბაძაა, იმდენად რამდენადაც ადამიანურ ბუნებას შეუძლია, როგორც მინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს. ეს არის ქრისტეს სადმე ბაძა, იმდენად რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია როგორც ადამიანებს. ეგ არის ქრისტიანობა. და თუ ეს არის, მაშინ ქრისტე ჩვენთვის ჯვარსეც. ჩვენ თუ ერთმანეთის გასაჭირს და ფიქს დავიწყებთ, ერთმანეთის განსაცდელებზე, ერთმანეთის ტკივილებზე და ჩვენ შევეცდებით რაღაცნაირად მარტო ჩვენ თავზე კი არ ვიფიქროთ, არამედ მის კარგად ყოფნაშიც მონაწილეობა გქონდეს, ეგ არის უკვე ქრისტიანობა. ეგ არის უკვე ის, რომ ადამიანი გამოიღებს სინანულის ღირს ნაყოფს და შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, ესე იგი. ჩვენ ხო ძირითადად ესე ვართ, რომ მარტო იმას ფიქრობთ, აი ჩვენ როგორ ვიყოთ კარგად. ადამიანის აი არ ვიცი, შეიძლება ზოგ შემთხვევაში 100%, ზოგ შემთხვევაში 70-40% ჩვენი ფიქრებისა სულ ჩვენს თავს დასტრიალებს. და რაც უფრო მოიკლებს ეს და მოიმატებს, მოყავს ეს ზრონის პროცენტული მაჩვენებელი, არა ესე რო ვთქვა. მით უფრო ჩვენ წარვემატებით ქრისტიანობაში. იმიტომ რომ იმ მარხვის, ლოცვის და სხვა ნებისმიერი წესის აღსრულების მთავარი შინაარსიც ეგ არის. ნაყოფი ეგ უნდა გამოიღოს. ამიტომაც ნახეთ ქრისტე ბოლოს ნაყოფებს მოჰკითხავს ადამიანს, რომ შიოდა და მაჭამეთო. შიშველი ვიყავი, შემოსეთ, წყუროთ და დამალევინეთ, უცხო ვიყავი, შემიწყნარეთ, საპყრობილეში, საავადმყოფოში მომინახულეთ. აი ამ ნაყოფებს მოჰკითხავს.
იმიტომ რომ თავარი აქ ჩანს ყველაფერი, როგორ უშრომია სხვა ქრისტიანულად ადამიანს. დღევანდელი სახარება ამბობდა, რომ ზოგი გამოვაო, ანუ ზოგი აღდგება და მარადიულად ცხოვრობს, ზოგი მარადიული სიხარულისთვისო და ზოგი მარადიული მწუხარებისთვის. ჩვენ უნდა ხშირად დავუსვათ, ესე იგი, ჩვენს თავს შეკითხვა, რომ ცხოვრების ის წესი, როგორც მე ვცხოვრობ, საითგან მიმიწვის, ესე იგი, მარადიული სიხარულისგან თუ მარადიული მწუხარებისგან. ჩვენ ვიცით, რომ მარადიული სიხარულის გზა ეს არის ღვთისმცნებების გზა. თუ ადამიანი ღვთისმცნებით ცხოვრობს და თუ ადამიანი სახარებისეულად ცხოვრობს, სახარებას კითხულობს და მის მცნებებით ცხოვრობს, ეს არის სწორედ გადარჩენის გზა. სხვანაირად ქრისტიანობას ადამიანი ვერ ისწავლის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი პატარაობიდანვე, პატარა გოგონები არიან, ბიჭები არიან, პატარაობიდანვე სუფთად ატარებდნენ ცხოვრების დღეს, ესე როგორც სულიერად, ისე ხორციელად. დღეს ძალიან ხშირია სამწუხაროდ, რომ ახალგაზრდები არ ფრთხილობენ ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხს, არ ფრთხილობენ, არც გოგონები და არც ვაჟები სამწუხაროდ, ისე იოლად მისცემენ უფლებას მეორე ადამიანს, რომ რაღაცა ხელით შეეხონ, რაღაც ისეთი სიტყვა უთხრან, აკადრონ, ესე იგი. კადრებაში იმას კი არ გულისხმობ, რომ ვიღაცამ ახლა შეაგინოს. არა, უბრალოდ გოგონა, რომელიც მასთან ერთად ვაჟი რაღაცა უწმაწურ სიტყვას იტყვის და ეს გოგონა არაფერს არ ამბობს, უკვე ესეც აშავებს. ეს ამით უკვე უფლებას აძლევს, რომ სხვა დროს კიდე თქვა. სხვა საკითხია, რომ ვაჟმა, როგორც ვაჟკაცმა, არ უნდა იკადროს არც თვითონ და არც გოგონას არ უნდა აკადროს, რომ მასთან ერთად წარმოთქვას რაიმე ესეთი. ეს კაცი ღირსებაზე მოქმედებს. ზოგს ამითი სამწუხაროდ თავი მოაქვს, ესე იგი, რომ რა მაგარი რაღაც გოგოებთან. სხვადასხვა ერთხელ ჩვენ ჰქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მაღლისში სწავლობდი მაშინ და იქ ჩვენი კურსელი გოგონები და ბიჭები იყვნენ და ერთი ბიჭი რაღაცა ცოტა ვერ იქცეოდა ისე როგორც საჭიროა და ეს გოგოები როგორც ჩანს ცოტა ხერხულათაც იყვნენ თან მაგათთან უფრო მეგობრობდა ის ბიჭი. ის რაღაცა უწმინდურ სიტყვებს ამბობდა, თანეთყობა სხვა დროსაც მომხდარა ეგეთი რაღაცა მათ შორის არ ვიცი, მე იმდენად ახლა ახლოს არ ვიყავი. მე ვთხარი ამ გოგონებს, ის ბიჭიც იქ იყო და თქვენი ბრალიც არის მეთქი, თქვენი ბრალია მეთქი ეს რომ ესე იქცევა. თქვა რომ ერთხელ გამოგეთქვათ პროტესტი იმის გამო, რომ ეს ესე იქცევა, ის აღარ გაბედავდა თქვენთან ერთად ამის გაკეთებას. სხვა საკითხია, რომ თვითონ ის ბიჭი აშავებდა და შინაგანი კულტურა არ იყო ისეთი, რომ რაღაცა ხო ადამიანის მეტყოლებაში ჩანს შინაგანად როგორია, მაგრამ სხვა საკითხია კიდე, რომ გოგონა რამდენად მისცემს ამას. ამიტომაც ამ ურთიერთობებში ძალიან დიდი სიფრთხილეა, ესე იგი საჭირო. ადამიანი რაც უფრო მეტად სიწმინდით მივა ოჯახის შექმნამდე, მით უფრო მტკიცე იქნება მისი ოჯახი და მით უფრო წმინდა იქნება. რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ისეთი ტენდენციაა, რომ ზოგ შეიძლება ეს სასაცილოთაც კი არ იყოს. ბავშვად რო უთხრა, რომ ქუჩაში ნუ გადახვევ ხელს და ისე ნუ გაივლი, თუნდაც შენ შეყვარებულთან ერთად, ნუ გადახვევ ხელს და ნუ გაივლი. იმიტომ რომ რამდენი ურთიერთობა ყოფილა, რომ დაოჯახებამდე მისული აღარ დაოჯახებულა. და მერე შენ რო ხელს გადახვევ, მერე სხვა გადახვევს ხელს და მერე ვიღაც რო გაიცნობს, რომ დაოჯახება უნდა ეხლა ეგეთი, რომ ხან შენ გადახვიო ხელი და ხან იმან და ხან იმან, ხო არ უნდა. ამიტომაც გოგონა თავშეკავებული უნდა იყოს და თავის რეპუტაციას უნდა უფრთხილდებოდეს. ვაჟიც თუ გოგონა უყვარს, მის რეპუტაციას უნდა უფრთხილდებოდეს. ხო შეიძლება არ მივიდეს დაოჯახებამდე ეს საქმე. უნდა გაუფრთხილდეს, თუ მართლა უყვარს.
და თუ აცნობიერებს კიდე ამას. შეიძლება უყვას, მაგრამ ამას არ აცნობიერებს, ახლა რაზეც მე ვამბობ. ზოგი არამც თუ არ აცნობიერებს, აი ხო ვამბობ, სასაცილოდ არ ყოფნის, რაებს ლაპარაკობს. მაგრამ ვისაც სასაცილოდ არ ყოფნის, მე მათთვის არ ვამბობ. ვისაც შეუძლია რომ გონივრულად დაფიქრდეს, მე იმათთვის ვამბობ. ის უნდა დაფიქრდეს, იგი და რა არის მისთვის უკეთესი, რომ სიწმინდით გაატაროს ეს ცხოვრება, აი ამაზე უნდა იფიქროს. ღმერთი შეგვეციოს, ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები და ჩვენ აქ დარჩენილებს კიდე, სანამ აქ ვართ და სანამ პირში სული გვიდგას, მათთვის ლოცვის ძალა მოგვცეს ღმერთი. ჩვენთან არის ღმერთი.